მარიკა! მოდი! ანდრო, არ არის მამა, ხან ვაბრახუნე, ხან ვეძახე, ეთყობა სოფელში წავიდა. რა ვქნათ? მე რატომ მეკითხები? აბა ვის ვკითხო? კაი ვადო. ჩემთვის სულ ერთია. მიხო? რა ვქნათ? მიდი დადექი. რა ხდება? რა ხდება? ხდება. რაზე მეკითხები? მამა შენს. აქ რატომ ცხოვრობს? მოიცა რა. სიტყვას ვერ დაგაცდენინებს კაცი. მითხარი. გაშვები! გილო! გაუშვი! ანდრო! იშორე! აქედან ვერ გააღწევ. მოიხედე? ამ შუაღამისას ერთი მინუტა. დაგელოდო? არა. დაგელოდო? არ გვიდა. არა. მიხო არ გადაიღო ბავშვი. ხო გაგახსენდა, ხო ბავშვი. ხო გამახსენდა. კარგად. ძლებს დავჭით მარტო. გამიშვი. მოიცა. აღარ მახსოვს რომელი სადარბაზო. აი ეს თუ გამიშვი. არ გაგიშვი. მოიცა. არა, აი ეს არის. არ დამტო. ერთ წუთში ჩამოვა. ციგურ მიყვარხარ. აი დაჭიქრე დამიცადე. წავედი. მაშინ მეც წამოვალ. არ წამოხვალ, არა. კარგი რა, ვირა გიყვა, ბები ახავს ავად და ვირა. ბებია დამენახოთ. წადი. ბაცემი. ორი. წადი. გოგი, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისათვის. ამჟამად რაზე მუშაობთ? ეხლა ხალხს დავამთავრე ახალი საორკესტრო პიესა, რომელსაც დავარქვი სახელად სევდიანი მოგონება. ეს გამოწვეული იმით, რომ პიესა მიუძღვენი ჩემს ძვირფას პედაგოგს დავით ტორაძის მისხსოვნას. პირი მოდანილი მაქვს სტუდიაში და ეხლა სიამოვნებით მოგასმენიერთ.
სიუჟეტი განვითარდება. რა? ორთის ჩამოიწია ხელს. ხო. აბა რამდენი მამუშავა, მაგრამ მე მგონი გადაგდებას მიპირებს. ვინ? ხო. არა, ახლა აქ მოვა სოთაშოთი. ვინა? ბონდო. აქ? აქ რა უნდა? დედა ჩემის ამბავი არის. დედა წარმოგიდგენია საერთოდ სად არის გადაღებული? დიდ გორში. მიდი აბა აკოცი. აი მომცი. მოდი აბა ჩემთან. მოდი. აკი. მოდი. მოდი აქ შეაწუხებ. ხათუნა ხათუნა ვიცი რომ აქ ახარ გამიღე რა გესმის რა იყო არაფერი თავი დამანები ძალიან გთხოვ არ მომეკარო რა ცუდად ხარ ხა თავი დამანები გთხოვ მე ყველაფერი მესმის. რა გესმის? შენ შვილები გინდა. რა? ხო, ანდრო. რა სამხატვრო? რა ჩემია მე. კარგი გვეყოფა, წავიდეთ.
აი რა დარჩა ჩვენგან. გამოგივიდა. არაფერი. რა გატირებს? წადი დაიძინე. ჩემთვის სულ ერთი რომ იყოს არ შეგეკითხებოდი. ნუ მაწვალებ რა. მე არ გაწვალებ. უბრალოდ მინდა ვიცოდე რა გატირებს. დაიძინე. შენაკითი რომ ეწავიდე დავიძინო? გამოგებინე რა ხდება. ხათო. რა გინდა? რა გაინტერესებს? ვერ ხვდები რა გვემართება. ვერ მაპატიე. არ შეგიძლია. შენი საღამოს ვერასოდეს ვერ მაპატიე. გაჩერდი რა. იცი რატო დავდივარ ყოველ საღამოს ხან კინოში ხან სტუმრად. იმიტომ რომ მარტო დარჩენის გვეშინი. გეზიზღები, მეც მეზიზღები. გაჩერდი ხათო. მაშინ და მომკვდარი ხარ, მაგრამ გადავჭი, ხო ხედავ რომ გადავჭი. 6 წელია ყოველ ღამემწვევი დასაძინებლად და ერთმანეთს ნატრობ მალე გატენდებოდეს. კარგი, გაჩერდი ხათო, კარგი. გატენდება და იწყება ეს ტყუილი აღარ შემიძლია. ხათო, ხათო. ერთ რამეს ნატრობ აღარაფერი აღარ მახსოვდეს. გეყობა. დაწყნარდა. დამაყობა. კარგი, გეყობა. ვერ ხედავ რომ არანორმალური ვარ. შენ ამდღობი ხარ. აბატყობი კაცი გესმის? გესმის რას გეუბნები? აბატყობი კაცი ხარ. გესმის? გესმის რას გეუბნები? თუ გესმის რას გეუბნები? თუ გესმის რას გეუბნები? გესმის? გესმის რას გეუბნები? გესმის? ბიდი დამარტყე. ბიდი. ბიდი.
ანდრო ვარ. მამა, ანდრო ვარ. გამარჯობა. ხო? არ გესმის? რაღაცი თქმა მინდოდა. დღეს გადავწყვიტე რომ გითხრა. ოღონდ ძალიან გთხოვ, ბოლომდე მომისმინე. ყველაფერი მინდა გითხრა. აღარ ვიცი ხეირიანად ვინ ახარ, რა კაცი ხარ? აღარ მახსოვ ხარ. ერთხელ მაინც იკითხე უჭირ დულხინ შენ შვილებს, არ იკითხე, არა. ყველაზე მეტად რომ ჭირდებოდი მაშინ დაითესე. საერთოდ რას გვაჩენდი? ცხოვრები დედაცო. წახვალ შეძრები შენს ბუნაკში. ტყუილად გონია რომ ასე თავს უშველი, ვერ უშველი. სად უნდა გადაიკარგო დედა ჩემი რომ დაგავიწყდეს? ვინა ხარ? ვინა ხარ? ვინა? შენი თავის გარდა არაფერი არ გაინტერესებს, ფეხებზე კიდე აყოლებ. ვინა ხარ შენ? ეს ის ხეთი. Уважаемые пассажиры, по условиям сильный туман, аэропорт закрыт на прилет и вылет до завтра 17 часов. Внимание, повторяю. Уважаемые пассажиры, по условиям сильный туман, аэропорт закрыт на прилет и вылет до завтра 17 часов. მე შეიკავე საბოლოო აღარ ნუ გეშინდა ყველაფერი კარგად ვაშკაცები არა ხარ კიდე კაი უკამაისა და ბავშვები დაწმარდით ყველა დაეტევით დათუნა მოდი ჩემი ბიჭი აი ეს აი ეგრე გენეც ჩამოიცი ლევან მოდი აი ეგრე დაიდე ნუ გეშინი არაფერი არ მოუვა ყველა დავეტევით უჩა, შენ გეუბნები. ახლა ერთად ნუ გაგიждები. სასტუმროში ვერ მოვაწყვეთ ეს ბავშვი. სად არის გალბატონო აქ სასტუმრო? ამ ქვეყანაში თოვლია მარტო სამყოფი. ასეა ტაქსი. კაცივდები. ჩაიხუტეთ ერთმანეთს და გადფეთით. ხო, მარტო გეუბნები. მოდი, ბოჭი.
почему расшумелись? Вы что, порядка не знаете? Это вам не концертный зал. Они не расшумелись, они поют. Поют, чтобы согреться. Я же обращался к вам устроить их как-нибудь. На полу валяться положено, а опять не положено, да? Не морочьте мне голову. Это вы нам голову морочите. Вы мне тут не указываете, что я должен делать. Я вам не указываю, вы сами должны понимать. Мой долг. Да. Им говорят вашего, им говорят. За порядком. Все, товарищ. Гачи, раз. ანდრო შენ ახარ ფარდა გადაწი. დაჯექი და დამელოდე, ახლა ეგ გამთავისუფლდები. მიხო როგორ არის? მიხო. რა ვიცი მე როგორ არის? ამოიღამა თვალები იმ თავის ლაბორატორიაში. ეხლა რაღაც წრე გახსნა გორში, იმ წიგნსაც ეხლა ამთავრებს დავით გარეჯზე, მოკლედ საერთოდ ვეღარ ვნახულობ სახლში. დიდი მადლობა. არაფერს გაბატონო ქეთევანი. ой, რატომ წუხდები? რა სიწუხება? დიდი მადლობა. კარგად იყავი. ნახვამდის. ეს ჩემი ძმა. ანდრო, გაბატონო. სასიამოვნოა. მარიკამ ყველაფერი ამიხსნა. დღესვე მოველაპარაკები ჩემს მეუღლეს. ხვალვე შეგიძლიათ მიხვიდეთ სასამართლოში. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ რაფრი შეგეშინდებათ. რისი გაკეთებაც კი შეიძლება იმაზე მეც გავაკეთებინებ. კარგად იყავით. ხო, ეს ჩემი ვიზიტკაა. კარგად იყავით. აღარ გავიწყეთ დღეში სამჯერ. მადლობთ. ნახვამდის. რაღაცა ვერ გავიგე. რატომ ერევთ ჩემ საქმეებში? როგორ მე თვითონ? საინტერესოა შენ როგორ მოიქცეოდი ჩემ ადგილზე? გამარჯობა ანდრო, როგორ ახარ? გამარჯობა ვართ რა. რატომ დაგვივიწყე, რატომ არ შემოგვივლი? შემოვიარე, მომენატრეთ და შემოვიარე. მარიკა ის კრემი მომეცი. ახლავე. აი მე რას გვევა? მოდი. ოღონდ არ უთხარ. არა, როგორ გეკადრე. შემოგვიარე. აუცილებლად. გეძებ. არ ვიცი სად ახარ. კაციშვილმა არ იცი შენი ასევალ დასავალი. შენი ცოლისგან ხო საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგე. ვურტყუნებს აქ რაღაცას. მიმალავს. თუ იჩხუბეთ ბატონო ის მაინც გამაგებინა. შენ რატომ უნდა იყო ქუჩაში და ის ქალბატონი დედაჩემის და მამაჩემის სახლში? აი ეს შენი საქმე არ არის. ძალიან გთხოვ ასე ნუ მელაპარაკები.
სხვა თუ არაფერი ცოტათი მაინც ვარ შენზე უფროსი და ცოტა მეტი დამეგება. შენ გონია მე ვერაფერს ვერ ვხედავ და ვერაფერს ვერ ვხვდები არა? დღე-დაღამე მუშაობ, წელებზე ფეხს იდგავ იმის გულისთვის რომ რაღაც ფული იშოვო და იმ ქალბატონს ჩააცვა და დაახურო. იმას კიდე აქეთ აქვს პრეტენზიები, რატომ გამაგებინე, რატომ რაღაცას მაინც წარმოადგენდეს. ბავშვები მაინც არ გინდათ, კაცო, ამ ჩემ შვილებზე რო ხარ გადაყოლილი. შენი არ გინდა? საიდან გაქვს ამდენი ბოღმა? რა თქვი? ბოღმა საიდან გაქვს ამდენი? მე მაგ ბოღმა? ძალიან დიდი მადლობა. აი 7 წელია ჩემი ცოლია. და შენ ვერაფრით ვერ შეეგუე. რატომ შენ რა დაგიშავა? და საერთოდ საიდან მოიტანეთ რომ სილდებით, შორდებით, სასამართლოებში საქმეებს მიწვევ? კი რა ბოლოს ისე გამოიყვანთ მე და მრავლდება ყველაფერი. არა, შენ არავინ არაფერს არ გაბრალებს, ოღონდ მე თავი დამანებე. დანებებული არა მაგ. საერთოდ ვერ წაგათრიე მამასთან. ვერ წამათრევ. შენ აპატიე, მე ვერ ვაპატიე. და შენ ამბობ რომ მე ვარ? ხო, შენ ხარ ბოღმა. არა. ოი ღმერთო. შენ ხომ ვიცი რომ 2 წელი დედას ნითებს საერთოდ ვერ მივეყარე. უჯრაც კი არ გამომიღია. გუშინ წინ ისე მომენატრა რომ ვიფიქრე გავგიშდები მის რამენიც ხელი რომ არ შევალო მეთქი. კარადა გამოვახე. ნეტა არ გამეხო. ნახე რა ვიპოვე. ვიღაც კაცის წერილები. ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო ადამიანო, ჩემო თამარა. მაპატიე რომ მაშინ არ გიპასუხე, რომ იცოდე რამდენი მიგროვდება სათქმელი. თან ყველაფერი მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მაგრამ ჩამოდიხარ და ყველაფერი მავიწყდება. ყველაფერი ისეთი უმნიშვნელო ხდება. 1000 გვარ სისულელეზე ვლაპარაკობს. გახსოვს წასვლისას ხელდათმანი დაკარგე ახლა შემიძლია გამოგიტყდე რომ მე მოგპარე ბალიშის ქვეშ ვინახავ პატარა ბიჭებით. თვალებს ხუჭავ და შენ სიახლოვეზე ვფიქრობ. თითქოს აქვე ხარ ჩემს გვერდით. ძვირფასო საყვარელო ადამიანო. მე მხოლოდ იმ 2 დღის მოლოდინით ვცხოვ, როცა შენ ჩამოდიხარ. იცი ცოტა შენ ქმარი გყავს, შვილები. მაგრამ მე ხომ ისედაც დამცინა ბედმა, როცა შენი თავი დამაკარგე. ჩემო სიცოცხლე, მე ვერავის წავართ მე შენს თავს, მაგრამ როგორც სასიკვდილოდ განწირული ადამიანი, ისე ვეჭიდები იმ წუთებს, როცა ჩემთან ხარ. ჩემო წმინდა, ჩემო კარგო, სათნო, ჩემო თამარა, მაპატი, გელი, მუდამ გელი, ოი ღმერთო, რა საშინელება, ღმერთო. დავიბენი ანდრო, დავიბენი. აღარ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრე. გამარჯობა მამა. რატომ მოხვედი? მიპასუხე, რატომ მოხვედი?
დადი! დადი აქედან! ადაკიდან დადი აქედან! დადი! ჩემს ნერვებზე თამაშობ? ვირატო მოხვედი? ამას ახლა აღარ აქვს არავითარ მნიშვნელობა. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. სამშვიდობებლად მოვედი. რისთვის? ხო, განთავისუფლებ სულ ჩემგან. დიდი ხარ? რასაცილო არა? შენი ხმა ახლა წურში მიწვი. რომელი ხმა? ასია საჭირო. გახსოვს? მერე! ხო და გამატახსირეთ! ყველამ! ვინ და შენ? და თურმე დედა ჩემმაც! ხო, დედა ჩემმაც! არ გაბედო დედა შენს ასეთი ლაპარაკი! არ გაბედო დედა შენს ასეთი ლაპარაკი. ხმარი ყავდა დედა შენს. 44-ში დაქორწინდა თუ არა? ომში წავიდა და უგზო-უგზო იკარგა ის უკეთური. დედა შენი დიდ ხანს ელოდა. თითქმის 10 წელი. ჩვენ ომის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს. 7 წელი უცდიდი. მერე თქვენს გაჩდით. დედა შენი კი მაინც ელოდა. თითქოს გრძნობდა რომ ცოცხალი იყო. როცა ყველამ დაივიწყა, როცა ყველამ დაკარგა იმედი, დედა შენმა მაინც იპოვნა. ცოცხალი, მაგრამ ხაიბარი, უხელო, უფეხო, მარტოხელა, რუსეთის რომელიღაც მიგდებულ სოფელში. ის შეგრებულად არ დაბრუნდა. არ უნდა და ვინმე შეეწუხებინა. ალბათ პატიოსთან კაცი იყო და იმიტომ იმასთან ჩადიოდა დედა შენი. ვიცოდი რომ სიბრელული დადიოდა, მაგრამ ვეჭვიანობდი, გესმის? ვეჭვიანობდი! აბა არ შემეძლო სხვანაირად! ავდეგი და ბოლოს! დადი! სხვანაირად არ შემეძლო მაშინ! როგორ მოიქცევდი ჩემს ადგილას? ზუსტად ისა მოიქცევდი როგორც მე! ახლა გიწადი სადაც გინდა. არ გაბედო დედა შენს ასეთი ლაპარაკი! მოშორდი აქედან! აიღო! მამა! რა მოხდა? ადე! არაფერი. გავქრათ ახლა. რა დავწევი და გამვილი საუბარი. აბა შენ ახლა. მოგმა! დაგანგრევს და დაგანადგურებს. ყველაზე საშიში და საწოდავი მაღმიანი კაცია. დაპატიება არ შეგიძლია. კაცი არა ხარ. და მოგმამ შეჭამა. ეს ქვეყანა აგის დედაც ვატირე. ისევე ხეზე ყველაფერი ვიცი. მიხო დადის ჩემთან შევატკბირას. ვია? მიხო? მიხო. ხან ბავშვები სამყაროს ხოლმე. უყურე შენ მაგას. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. გახსოვს? ადრო. ველოსიპედის დარებას უდასწავლეთი. შედაბარეკო რომ ღობეში ასდი და ერთ-ერთი ადგილას შუბლი რო გაგისნე. ამასოს გო. ზრავდები ტირადე და შევა.
ხათუნა ხათუნა მოდი აქ ხათუნა ერთი წუთით მოდი რა მოდი ძალიან მიყარხარ პრომეთად ვიდროდეს ხო ვიცი რა შენ გიყარ ცოტა ხანი დამაცადე რა როდის მოვა? რა ვიცი. ანდრო! გამწყლიტე შენ. გაბერილო შენ. მარიკა რა საჭმევან ბავშვს? ყოველ მოსვლაზე ხონე რომ ემატება. როგორ ხარ? ხო ეფერებ. ვაითმები. გიხდება იცი? დედამ თქვა არ მოვა. მეუთხარი შაბათია და აუცილებლად მოვამეთ. როგორ არ მოვიდა? ბილეთები იყიდე? არა ვერ ვიშოვე. ხო სერიოზულად გეკითხებ. ხო ვიყიდე. შენ ორი გიყიდე. შეიძლება ერთ სკამზე ვერ დაიგო.
კაი რა ანდო, გამიწყალებული, არ შეიძლება რომ შემეშვა კაცო, სულ ესე მე რა არის ეს როგორ იქცევი? წესიერად. ანდრო როგორ ახარ? შენ, ჩემი კლასელი ბირჩიკაშვილი ხო იცი? ბირჩიკაშვილი როგორ არის? იმან მითხრა რომ ბიძა შენი მაგ ბილეთებს ვერ იშოვისო, ხო და მე მაგრად გამისწორდა რომ იშოვი, იმიტომ რომ ძალიან გაუტყდება. ვარიანტი არ არსებობს, მაგრამ შენი ბიძა ვერ გააკეთებს. ნუ გამაგიჟე, რა არის ეს ვარიანტი არ არის, რა არის ეს გამისწორდა. ადექი ახლა იმეცაინე თორე ფეხს არ რა გაცვია შენ? შენ არ ჩამაცვი? მე ჩაგაცვი. მადლობა ღმერთს გაგიპარცავს. მადლობა ღმერთს. რა მოვიდა? მამა ჩემთან რაღაც. რა ვიცი მე კითხე. გააჭირეს ამ ბავშვებმა საქმე რა. თავისი ჭურჭელი ვერ აულაგებია. სულ აალაგე დაალაგე რა. ხშია? არა. მიხოსთან საქმე მქონდა. მაშინ ჩაის დაგისხა. თუ მობრძანდება გადავცემ რომ იყავი. რას ქვია და იმას ქვია რომ მატყუებს. სულ მატყუებს. ორი დღეა საერთოდ არ გამოჩენილა. ბავშვებს რა უთხრა ისიც არ ვიცი. დადის აჩხაკუნებს დაუსრულებლად აჩხაკუნებს. ჯერ იმ დავით გარეთში არა იმდენი. რა არის ეს რა უბედურება არა. კარგი ხო დაწყნარდი. სულ რაღაც სიზულელებს ვაკეთებ. აღარ შემიძლია ამდენი სიზულელების კეთება ანდრო. გორში დავდივარო რომ მეუბნებოდა მოწაფეები მყავს უთქვი ყოფილა ჩემ ამხანაკს დაურეკი არ დადი. რასაკეთებ? რა ვიცი რას. რასაკეთებ? მატყუებს გესმის შენ მატყუებს. ესე იგი შეუძლია ადგეს საერთოდ და წავიდეს. გაგიჟდი მარიკა, სად უნდა წავიდეს? თქვენზე უკეთესად წავა. დალია და დაწყნარდი. არა, არ დაწყნარდი. აცადე იმ კაცს. იქნებ რას აკეთებს? ისა შენი მწარე ენის ამბავი რო ვიცი? გააგიჟებდი რაღაცაზე. ხო, მე გავაგიჟებდი. რა უნდა აქ ამ ტელეფონს გააჭირა ამ ლიზამ საქმე რა დაათრეს ტელეფონს და დადის რა ბატონო. ხმას არ იღებს. მიხოს ურეკავე. კარგი რა მარიკა. რა საშინელება ანდრო. სულელი ხარ იცი? მარიკა. იცი რა მახსენდება ხოლმე ყველაზე კარგად. ბავშვობისას ალბათ რო ხდებოდით. მამა და დედა უცბად მხოლოდ ჩვენი რო ხდებოდნენ. სახლიდან თითქმის არ გავდიოდით. ვიყავით ესე ერთად წყნარი. გახსოვს ანგინა რო დაგემართა? გახსოვს. ახლოს რო არ მიშვებდნენ. ისეთ ცაცოდა ვიყავი. ხმაც რო სხვანაირი ქონდა. ჰავ. ჩვენები რო გავიდოდნენ. ახლოს რო მოგიჯდებოდი. ერთ დღეს გავუღიძე და შენი ყვირილი გავიგონე. დედას ეჩხუბებოდი თავი დამბანეო. მეც მივხვდი. ალბათ აღარ იყავი. იცი როგორ მეწყინა? საზიზღარი. შემოვედედი მერე მეც მომხვდა. ესე იგი ღირსი იყავით, ყუილა არ მოხდებოდა. მე იცი რა მახსოვს? სუნი. ჩვენი სახლის სუნი იცი? ვაშლის სუნი ხო, მეც მახსოვს. ვაშლები გახსოვს? წითელი დიდი ვაშლები. ავად რო გავხდებოდეთ მამას რომ მოქონდა. რაღაც უცნაური დაკაკუნებაც იცოდა. სამჯერ მოკლედ და მერე ორჯერ. ხო? ეს. ხო. ვერდები და უფრო მეყვარხარ.
ეხლა რომ არაფერი არ უთხრა გესმის? საზიზღარი. თორე გაიტყიდები შეკაპო ეტყო შენ. ხალზე არ მომკიდო ხელი, რამდენჯერ გითხარი? ლიზა, გაბერილო. სალომე. წავედით. წავით, ჩაიცვით როზე. წესიერად მოიქეცით ეხლა, არ გაგიჟდეთ რომ იცით ხოლმე ისე. კაი. კეთათო მოშევდი კარი. რომელი ხარ? შემობრძანდით. აბა დიდი, წამდით ნახოთ ვინ არის. გამარჯობათ. გამარჯობათ. ოი. არა უშავს, იყოს. მადლობთ. ვინ გნებავთ? დათო მინდოდა. დათო? დიახ. ოი, მაგრამ არ არის სახში. არა უშავს, თქვენ დაბრძანდით, დაელოდეთ, მალე მოვა. ოი, მე ერთი წუთით დამეწვა. თქვენ დაბრძანდით. დედა ჩემი სიკვდილი. ამას აღარ შეჭამს ბავშვი. აი ასე სულ არეულები ვართ. უკაცრავად. დათო ალბათ მალე მოვა. დაბრძანდით, დაელოდეთ. წუთი გაჩდება. ტელეფონი რა გას. დედა ჩემი ალბათ. დედა კიდე გიქცეთ. ალო? დედა გივი მეძახის ახლა ეზოდან. გავიქეცი ხო? ხო, კარგი. აი გაცრავად. გავშიხენ. დედა ჩემი სიკვდილი რა უქნია ეს? დედა ღმერთო კი მომკალი. ვაიმე, ერთი წუთი დამიყარეთ შეიძლება. ვაიმე დედა. რა არის ეს გოგო რა გიქნია? დედა ჩემი სიკვდილი რამდენი წყალი დაუცხია? დედა ხომ გთხოვე არ გაეკაროს არ ეც მანქანას მეთქი, ა? დედა რატო ვარ ცოცხალი? რამდენი წყალი დაუცხია? ბურთი. დედა რამდენჯერ უნდა დავაქციოთ იმ ხალხს თავზე ჭერი? დედა ჩემი სიკვდილი. ლამაზი ბურთი. დედა მოხვალ მეთქი რამდენჯერ გითხარი დედა რამდენჯერ რა? ეს გაუთავებელი ჩაუტენია წყალში. არიტირო, მოდი. რატომ უნდა ვიყო ყოველთვის ასე არეული ღმერთო მომკალი რატომ? დედა ჩემი აბა არ მოდი ხარ ჩვენ, მოდი დედი, გვარიტირო დედა. მოდი. შეგაწუხე. მოდი შეხ. უკაცრავად. არაფერი. მოვდივარ. გამარჯობათ. რაშია საქმე? რა გინდა? საქმე მაქვს. მე რა თქვი? გეტყვი, ძალიან და გეტყვი. უნდა მითხრა ამისთან. ხმა მოიღე, შეთვის არ ამცალია, სამსახურში ვარ. მითხარი რა გინდა? საქმე მაქვს. და საქმე? რა საქმე მეთქი? ეს მარათი საიდან შენთან? გახსოვს არ დაკარგე. გახსოვს არ დაკარგე. აბა საიდან უნდა მახსოვდეს? გაგახსენებ. თქვი. 6 წლის წინ. 25 ივნისს. ღამის 11 საათზე. სადარბაზოში. გადაეთრიეში ახვალო. გადადი მანქანიდან.
ტაჯიკი მოიტაწერი მოიტაშულების პატრონი ვარ ის ქალი ჩემი ცოლია რა მე თითი არ დამიკარებია ხელი არ მიხლია შვილებს გეფიცები ნუ დამღუპავ გათიშული მთვრალები ვიყავით სამივე მე არაფერს ვერ შეარავ გაიგე სამი შვილი მყავს გეხვეწები ცოლი მეოთხეს ელოდება შენ არ გესმის კაცი არა ხარ მესმის აბა რა შემაწვიდი რა გინდა ჩემგან მითხარ მიარა დამიჯერე მიარა მე გვერდით ვიდექი ვაჩერებდი ვეუგნებოდი ნუ გააკეთებდი მეთქი ვაგინებდი კიდევაც კი მაგრამ სად იყავი ამდეხას რაღა ეხლა გაგახსენდა მაინც და მაინც ის ქალი 6 წელია ჩემი ცოლია ხო და ძალიანაც კარგი იცხოვრეთ რამდენიც გინდათ 100 წელი გიცხოვრიათ ოღონდ მე თავი დამანებ რა გინდა ჩემგან აღარ მინდა ამის გახსენება რა იყო როგორ მოხდა გინდა ბოდიშ მოგიხდი როგორც გინდა რანაირადაც გინდა რაც გინდა ნუ დამღუპა მაპატიე კაცურად გევედრები შეგონი ამის მერე მე წყნარად ვძინავს 6 წელია ვერ მოვისმენ სულ ყოველთვის ვეუბნებოდი ეს ამბავი ბიჭებო უკან მოგვიბრუნდება მეთქი არ გამიჯერეს ხალ სურათებს მოიტან იმათ სურათებს ხო რა გინდა ჭირდება რას აპირებ არ მეტყვი მოხადგვერდის სასაფლაო ვიცი? ხო, ვიცი. აი ეგ. ტბასთან. რომელ საათზე? 5 საათზე. მარტო? ხო, მარტო. აი სურათები მოგიდანე. ორივე ქალაქშია? ხო. კი. სად მუშაობენ? ერთი მწვრთნელია. აი, სანაპიროზე რომ აუზია, გუნდს არჩევს. ნაკრებს. ამბობენ კარგი მწვრთნელიო. აი მეორე კი გენერალური დირექტორია. მოწმობა მამეცი. რა გინდა ჩემი მოწმობა? მინდა მამეცი. კაცი არა ხარ. გეხვეწები, ნუ დამუპა, ოჯახი მყავს. სამი შვილი მყავს. მეოთხეს ველოდები, გამიგე რა, ნუ დამუპა. წელი ხამი თვალი არ მომიხუჭავს. ცოლი რაღაცას ხვდება. ყველაფერს მოგიყვები, ნუ დამუპა. გეფიცები, მე არ ვარ დამნაშავე. ხვალ-მოხვალ 7 საათზე. სამივე. კლდანში ბოლო გაჩერება იცი? აი მის უკან, მიტოვებული სახლია. მეორე სართული. გასაგებია? კი. სამივენი. სამივე? ხო. 7-ზე? ხო. წადექიდან.
გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ხათუნა მე ვარ. რა, ცუდად ისმის გამარჯობა მეთქი. ხომ გიპასუხე, გამარჯობა. ხათუნა. გახსოვს? მაშინ წასვლის წინ. აი რაღაც რომ გთხოვე, გახსოვს? გეყოფა. გეყოფა ამდენი ტყუილი ანდრო. რა თქვი? ვერ გავიგე. ცუდად ისმის. ძალიან კარგად ისმის. გეყოფა ამდენი ტყუილი. ეხლა გაიგე? ხო, გავიგე. მიწვალო. ხო. ყველაფერი გასაგებია. შენ გაიქეცი. ბროდ გაიქეცი. და საერთოდ მე არ მჯერა შენი. აღარაფრის აღარ მჯერა. დავიღალე ანდრო. ვერ აგიხსნი ახლა ვერაფერს. თან უკანაც ვერ დავიხევ. ან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე გითხარი, ან საერთოდ აღარაფერი არ იქნება. ხათუნა დამიჯერე. სვანაიათ არ შეიძლება, ჩემ ვერაფერს მომკითხაო. არც გეკითხები, მე აღარაფერს აღარ გეკითხები. მართალი გითხრა აღარც მაინტერესებს. რაც გინდა ის გააკეთე, როგორც გინდა ისე მოიქეცი. და საერთოდ მე განთავისუფლებ ჩემგან. ჩემზე ნუიდარდებ, გესმის? აღარ დარეკო. გაიგე? თუ გავიმეორო. რატომ? შენ რა არაფერი არ გაიგია? რა უნდა გამეგო? რა უნდა გამეგო? თხოვდები. აღარ დარეკო. საათი მზადები განაცვალე. წავიდეთ. მოიცადე. მოდების სანახავად მივდივართ. ყველა გროუშაშოთ გავუშვათ საწავალთ. ჩემზე არაფერი არ გთქვიათ? არაფერი. შაში გააქვთ? არა. მაშინ არ შეიძლება. მაგალათი აქ არის? აქ არის. ბონდო. დიახ. ხო და იმანიც ის რა. ბონდოს უნდა გავუშვათ? გავუში. მე მზადდი განაცვალე. საღოლ. Букеты цветов, скрепленные на плече, они позволяют как бы акцентировать внимание, собрать как бы в себе весь цвет. А в этих моделях, выполненных из ткани с черно-белым рисунком, вот та воплощенная элегантность, которая как бы женщину всегда отличает. Вы знаете, что женщина возраста элегантности не позволяет себе экспериментов. Она утверждает собой стиль, являясь образцом для подражания молодежи. Вы знаете, как бы мне хотелось видеть на улицах наших городов вот так просто элегантно одетых женщин. Представляя новую коллекцию в Нью-Йорке, мне хотелось дать возможность людям познакомиться с удивительным искусством, которое скрыто в нашей природе. И вот сейчас вы станете свидетелями этой вакханалии фантазии, вакханалии форм, композиций, неожиданных каких-то вариаций, коль скоро это, пожалуй, является для художника очень важным откровением. Пожалуйста. Каждая тема – это своеобразный образ, настроение, вызывающие симпатии какие-то интересные ощущения миража. То есть
Самые неожиданные могут возникнуть образы при созерцании этой группы моделей одежды. Самое главное, что здесь есть момент выражения нового взгляда на искусство одежды. Раз ситყვით ხომ მშვენიერია ბატონებო. Браво! 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 მოხარული ვარ, აქ რომ ხედავთ, მოხარული. Браво! Браво! ხომ კმაყოფილი ბრძანდებით? ხომ ნაციონალები ხართ? Браво! 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 არ ველოდი. შესანიშნავია. შესანიშნავია. ძალიან მომწონს. როგორი კმაყოფილი ბრძანდებით, გიორგი კონსტანტინოვიჩი? მადლობ, ჩემო ბონდო, მადლობ, მაგრამ მომაცილე შენი მეფე-დედოფალი აქედან თორე არ ვიცი. ჭირიმე შენი. შენ გაგიმრე. რას გავს ეს ბატონო ბონდო, ამდენი ხანია გელოდებით და ერთი მოსაწევი ვერ გვაღირსენ. აი დაუპატიჟებლად მოგვიხდა ბატონო მოსვლა. ისე რამე ხომ არ დაგვიშავებია, ხომ ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი რიგზეა ბატონო ანდრო, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ახლა როგორ გადაბრძანდი აქედან სადმე. ძალიან ხო. სადმე გადაუბრძანდე, აბა სად? მე ისე. მაგრამ არის ნუ შენ მაგაც. მაგის გაუკეთებელი არ არსებობს ამ ქვეყანაზე არაფერი. რომ კვდებიან ტელევიზორების და ვიდეოების ხიგინი. ერთი კაი სამსახური ჩემზე იყოს. მე გითხრა, არ ვიცი მე. იცით რას გეტყვით ბატონო ბონდო? მე მშვენივრად გძნობ აქ თავს და აი ამათ თუ გადასვავთ სადმე სხვაგან, დიდად დამავალებთ. А сейчас мы прощаемся с вами. Спасибо вам огромное за ту радость общения, за те улыбки, за те аплодисменты, которые одарили нас в сегодняшний вечер. От всей души, от всей труппы огромное вам спасибо. Остаток вечера нам бы хотелось провести сегодня вместе с вами. ვირფასო მეგობრებო. როგორც ხედავთ აქ ამ დარბაზში თავი მოუყრია ჩვენი ქალაქის ულამაზეს უმშვენიერეს მანდილოსნებს. ძნელია მათ შორის საუკეთესო გამორჩევა, მაგრამ ჩვენი საღამოს მიზანია მაყურებელთა შორის უმშვენიერესზე უმშვენიერესი დავასახელოთ. ვიდრე ჟიური თავის გადაწყვეტილებას გაგვაცნობს, ნება მომეცით გავიხსენოთ ჩემი შემოქმედებითი წარსული. ხომ ერთ დროს და შემოგთავაზებთ პატარა სიურპრიზს. Bésame mucho, como si fuera esta noche la última vez. Bésame, bésame mucho. Quiero perder otra vez. La 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 la. La 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 la.
спешу поздравить вас. Я очень счастлив. Поздравляю вас, поздравляю. მადლობ. ახლა ასეთი ამბავია, მივესალმოთ ჩვენი საღამოს გმირს ბატონ ბონდოს და მის მშვენიერ დედოფალს. არასოდ ვახია. რომი დავიღუბეთ. მუსიკაში. ტანგო. დედოფალო. მარანდრო. Армейцы город Лаца. Извините. Моряк. უკაცრავად შეწუხებისთვის ინსტიტუტში გნებავთ მოწყობა. არ მნებავს ბატონი ბონდო. შექმნა გნებავთ? არ მნებავს ბატონი. ბატონი ბონდო. იგენაც ანტიკვარიატი არ გაინტერესებს? მიმართეთ ბატონ ბონდო. მადლობ. დედას უდირებ ყველას. დავხედი. ბონდო მაგალათია, დამაცადე. შემიძლია გოგი ჩემთან მოდის სახლში დარიჟანს ელაპარაკება ბავშვებს აღარ შემიძლია გაიგეთ მეშინია გუში ჩემთან სამსახურში იყო გავგიშდები არ შემიძლია ღამით ბოდავ რაღაცეებს მესიზმრება არ შემიძლია გაიგეთ თქვენ მარტო მე რატომ მითხარით მოიცა ვისი ღიაბარათია ჩემი ამაშია საქმე კი მაგრამ სამივენი იქ არ ვიყავით მე იქ არ ყოფილვარ როგორ თუ არ ყოფილხარ? აი ასე არ ყოფილვარ. გოგი გესმის რას ამბობს? გამოდის რომ მარტო მე და შენ ყოფილვარ. და საერთოდ მაგ ბინძურ საქმეში ნუმრებ გასმის? ბინძურ საქმეშიო არა? სუფთაგიდან გამოხვიდე, იმიტომ რომ აფრიკაში მიდიხარ არა? შეახმარო შენ. შენ ცოტა ჭკვიანად იყავ, შეგანერატო სუმათ. დიახ, გისმენთ. ოჰ, გამარჯობათ ბატონო სერგო. დიახ, მუშაობთ, ასეთია ცხოვრება. ხვალამდე. კარგად ბრძანდებოდეთ. რა ამბავში ხარ შენ? გველოდება? უკვე ნახევარი საათია გოგი. ვიგვიანებთ. ხო და დაგვიანება არ ვარგა. ასადაც არ წამოვალ აფერისტია ვიღაცაგაც. კარგით რა არ გინდათ ეს ლაპარაკი. იმ გაჭირდება ფული და უნდა მივცეთ.
ანდრო გაგვიანებისთვის უნდა გვაპატიო იცი შენ ერთი პატარა ბარათი გაქვს რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება ხოდა უნდა მოკვიდო ეხლა ამაზე უხერხული კია მაგრამ 5000 მე მგონი კარგი თანხაა ა კარგი რა კი ბატონო 10 იყოს რა 10 ცოტაა მაშინ შენ თვითონ თქვი რამდენი გინდა ხო თქვი 10 ცოტაა რა გიდა შეთამბალო შემო რამდენი გიდა Jumat. Andro. That's Marty. Wabade Andro. Ugacrawat Andro. Es ar განმეორდება. გისმენთ. ხო. ისე ვიქ. შვიდზე. ისე ვიქ. თანხა? 10. კარგი. ოღონდ მარტო მოხვალ. მოწმეების გარეშე. ანდრო შუქსავათებს ედით მაპატე ანდრო რომ გაწუხებ წამოდი რა სახლში შენ ხო იცი რომ ყველაფერი სისულელია რაც გითხარი ხო იცი მე შენს მეტი არავინ არ ამყავს წამოდი რა ძალიან აკთხო ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა რაც
რაც გინდა ის გააკეთე, სულ თავისუფალი ხარ. ხმას აღარაფერზე არ ამოვიღებ. წამოვდი, ძალიან აგთხოვ. გთხოვ. ანდრო. ფარდები დავკიდე სახლში ახალი. მე იმ სახლში მემბრუნებელი აღარა ვარ, ანდრო. გავკიშტე. თელი დღე დავდივარ სახლში მარტო ოთახიდან ოთახში. მამაღლა გელაპარაკებ. მე ვიცი ყველაფერი ჩემი ბრალი. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, ოღონდ მოკვდები მეუშენად. ხმა მოიღრა, მე მითხარი გთხოვ. წადი შენ ახლა სახლში. მე მოვალ. ხო. და აღარ წახვალ? არა. წადი რა. სად გააჩერა, ნახე რა. დეგენერატ. რა არის მართლა, სად გაგიჩერებია ეს მანქანა? ანდრო! 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 ანდრო, აი ჩვენ ფული მოვიტანეთ. აქ 10-ია. გუშინელი უნდა გვაპატია. დაგვიბრუნე ბარათი. რას ეხვეწები, აიღე ბარათი შევავედით. გთხოვთ. ლოგინთან. ლოგინთან? ნახე. ვიდი. სად უნდა ვეძებო? შეფოთეშე. ეს დაფსინის ოიცი. კარგია. საინტერესოა. ანდრო. 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 ეძებე! ანდრო. გირა, ანდრო, შენი ტირები რა. ანდრო, თუცა ხარა, კაცი არა ხარა. ანდრო,
დავით აღმაშენებელმა ბრძოლის წინ შეკრიბა ლაშქარი და უთხრა თავის მეომრებს. ეჰა, მეომარნო ქრისტესანო, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ყურიც ვიმდევართ, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტყიოთ. ხო, კარგი, მოდი ახლა შენ დაიძინე.